მოდი შევისწავლოთ ინგლისური სულ თავიდან. დავიწყოთ ინგლისური ენის შესწავლა სულ თავიდან და ვეცდები შემოგთავაზოთ ვიდეოები, რომლებიც იქნება ძალიან მარტივი, იქნება ცოტა დოზით მოწოდებული ინფორმაცია, რაც გაგიმარტივებთ უფრო მეტად აღქმას მოცემული მასალისას. მე კი თქვენთან ერთი თხოვნა მექნება, ყოველთვის გამოიხმაურეთ ჩემს ვიდეოებს კომენტარებში, რა აუცილებელი მაქოთა რაღაც მსგავსი, უბრალოდ რაიმე ემოცია გამოხატეთ, რადგან რაც უფრო მეტი კომენტარი დაიწერება, უფრო მეტ ადამიანთან ამოვარდება ეს ვიდეო და უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მსგავსი ვიდეოების ნახვისა. ამ ვიდეოს კი აღნიშნავ რიგითობით პირველს დავაწერ და მომდევნო ვიდეოები არ აგერევათ ერთმანეთში. იმისათვის რომ ენა შევისწავლოთ სრულყოფილად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ მეტყველების ნაწილები ძალიან კარგად და გააზრებით. ხშირად ყოფილა შემთხვევა ახალი მოსწავლე რომ ამიყვანია, უთქვამს რომ ნუ ვიცია ეს მარტივი არის I am you are და ასე შემდეგ. თუმცა ხშირად არ იციან ისე როგორ უნდა გამოიყენონ ისინი რეალურად. ნუ მარტივია I am you are, მაგრამ თუნდაც გადავიდეთ he is not, აი ესეთ ფორმებს ვერ აღუღლებენ ხოლმე. ამიტომ ამ ვიდეოებში რასაც ისწავლით, რასაც მოგაწვდით, ისწავლეთ ძალიან კარგად. ისწავლეთ ხარისხიანად, ისწავლეთ ისე რომ არ გავიწყდებოდეთ და ყოველთვის შეგეძლოთ მათი უღლება. მოდი დავიწყოთ პირველი ორი პირის ნაცვალსახელის გაცნობით და მათთან ერთად თუ ბიზნეს გასწავლით. პირველი ნაცვალსახელი ეს არის I, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს მე, I. და მასთან ერთად მოდი ვისწავლოთ თუ ბიზნა. თუ ბიზნას სამი ფორმა აქვს ახლანდელ დროში და ეს არის am, is და are. და როდესაც ადამიანი ამბობს თავის თავზე მე ვარ, ეს არის პირველი პირი. სულ ინგლისურში გვაქვს სამი პირი, ეს არის მე, შენ და ის, როდესაც ერთ ადამიანზე გესაუბრები. მე ვარ, როცა პირველი პირი წამოვიწყებს საუბარს, I და მასთან ერთად წეღან ნახსენები am, is და are-დან უნდა ავიღოთ ერთ-ერთი და am გამოიყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში I-სთან და ვამბობთ ასე I am, მე ვარ, როდესაც ადამიანი თავის თავზე იწყებს საუბარს. მე ვარ გიორგი, I am George. ანუ როდესაც პირველი პირი ვიწყებს საუბარს, ეს არის I am, მე ვარ. გვაქვს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი, ეს პირებსაც ახასიათებს და პირველი პირი რა თქმა უნდა ყოველთვის მხოლობით პირში არის. და ვიტყვი ასე I am. მოდი გადავიყვანოთ ახლა კითხვით ფორმაში ეს წინადადება. იქნება ასე am I, ვარ მე? ანუ აქ მარტივი რამე ხდება. I am მე ვარ არის და კითხვით ფორმაში გადაყვანისას ქართულშიც ხო ესე გვაქვს ვარ მე am I. აი ესე გადაადგილდება ინგლისურშიც. ხოლო უარყოფითში იგივე უნდა ვთქვათ, რასაც თხრობითში ვამბობთ ხოლმე და not დავუმატოთ ხოლოდ. I'm not George. მე არ ვარ გიორგი. ეს იყო პირველი პირის უღლება. მოდი გადავიდეთ და გავეცნოთ მეორე პირს. მეორე პირი არის, როდესაც მეორე ადამიანს მიმართავ და ეტყვი ასეთი ფორმით you, შენ და მასთან ერთად თუ ბიზნიდან უნდა ავიღოთ are. You are ნიშნავს შენ ხარ. როდესაც მეორე ადამიანს ეტყვი რაღაცას. You are David, შენ ხარ დეივიდი. You are George, შენ ხარ ჯორჯი, გიორგი და ასე შემდეგ. ესეც მხოლობით რიცხვში არის გამოყენებული. ეხლა ვაუღლოთ კითხვით და უარყოფითში როგორ გადავა. თუმცა აქ გასათვალისწინებელი არის, რომ უნდა ვიცოდეთ I am, you are და შემდეგ როგორ გადავიყვანოთ კითხვა უარყოფითში, მხოლოდ პრინციპები უნდა ვიცოდეთ. თუ კი I am, am I გახდა, you are-ით შებრუნდება და are you გახდება. Are you George? ხარ შენ გიორგი? და თუ არ ხარ შენ გიორგი, უარყოფით ფორმაში რო გეტყვი, ეს იქნება you are not George. შენ არ ხარ გიორგი. მოკლედ, როგორც დღეს გავეცანით, გვაქვს პირველი და მეორე პირი და მომდევნო ვიდეოში მომდევნო მესამე პირზე გესაუბრებით. პირველი პირი არის, როცა მე ვიწყებ ჩემ თავზე საუბარს, I am George, მე ვარ გიორგი და მეორე პირი ხარ შენ, როდესაც გესაუბრები და გეტყვი you are David, შენ ხარ დევიდი. დღეს ეს არის სულ, წარმატებებს გისურვებთ, დაელოდეთ მეორე ვიდეოს.